მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩემო ძვირფასებო, ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩემთან ერთად ხართ. მადლობა ამისთვის და მადლობა არხის გამომწერებს, მადლობა კომენტარის ავტორებს, ლაიქის ავტორებს. და მინდა შემოგთავაზოთ ახლა ერთი უჩვეულო გაშლა. პირველად ვაკეთებ, მაინტერესებს რა გამოგვივა. გავაკეთებ ორ ვარიანტზე და ვნახოთ, დავადგინოთ სიმართლე. გაიგეთ რაღაც ინფორმაცია. და არ იცით, ეს ინფორმაცია ტყუილია თუ მართალი. ვნახოთ, რას გვიჩვენებს კარტი. მე დასტას, ასე ვთქვათ, ჩავუთქვავ, რომ თუ ტყუილია ინფორმაცია, მათ ჩვენოს ისეთი არკანები, როგორიც არის მაგალითად ხუთიანი ხმალი, ხუთიანი თასი, შვიდიანი ხმალი, შვიდიანი თასი, ქურუმი ქალი, თვარის არკანი, დაკიდებული კაცი და ვფიქრობ, რაიმე ხომ არ გამომრჩა, რვიანი თასი, ასევე შვიდიანი ხმალი ვთქვი, შვიდიანი თასიც ვთქვი. აი ეს არკანები მაჩვენოს ინფორმაცია თუ ტყუილია, ხო? ოღონდ სანამ გაშლას დავიწყებ, მინდა გითხრათ, რომ ეს არ ეხება ისეთ კითხვას, როგორიც არის მაგალითად, მღალატობს თუ არ მღალატობს პარტნიორი, ხო? იმიტომ რომ როდესაც გვინდა ღალატი დავადგინოთ, ეს ცოტა სხვა სახის სამკარტიანი გაშლით ამას ვერ გავიგებ და საჭიროა უფრო ცოტა სხვანაირი მიდგომა, სხვანაირი გაშლა. ესე ზედაპირულად ამ საკითხს ვერ მოვიხილავთ, არ შეიძლება ამისი ასე ზედაპირული მსჯელობა ამ საკითხზე, ამიტომ მსგავს კითხვას, და მსგავს თემას, ჩაიფიქრებთ, ჩემო ძვირფასებო, სანამ გაშლას დავიწყებ, ამას გავფრთხილებთ თავიდანვე, ჩემო კარგებო და უბრალოდ გაიგეთ რაღაც ინფორმაცია და გაინტერესებთ ეს ინფორმაცია რამდენად შეეფერება სიმართლეს. ორ ვარიანტზე გავაკეთოთ, სამკარტიანი გაშლით, სამ არკანს ამოვიღებთ თითოეულ ვარიანტზე და ვნახოთ, რას გვაჩვენებს. მაშ უკვე როგორც ვთქვი, ვთხოვ ჩემ დასტას, რომ მაჩვენოს პირველი ვარიანტისთვის ინფორმაცია, მე გადავდებ მეორე ვარიანტს, პირველი ვარიანტისთვის ინფორმაცია, რომელიც პირველმა ვარიანტმა მიიღო, მოისმინა. ტყუილია თუ სიმართლე. სიმართლეს შეესაბამება ის ინფორმაცია, თუ არის ტყუილი, მოგონილი, ჭორი და ასე შემდეგ. ვნახოთ სამი კარტით, ჩემო ძვირფასებო, სამი არკანით. ვნახოთ, რას გვიჩვენებს სამი არკანით. ხმლის რაინდი, შვიდიანი ხმალი, ნახეთ, ჩემო ძვირფასებო, პირველი ვარიანტი ეს. რანაირად დავდო, არ ვიცი, რომ თქვენ დაინახოთ. შვიდიანი და მზის არკანი. ანუ, ჩემო კარგებო, ნახეთ როგორი მომენტია. ის ინფორმაცია, რაც თქვენ გაიგეთ, არის ტყუილი. ტყუილი და ეს ტყუილი მინდა გითხრათ, რომ შეიძლება სულ მალე გამოვლინდეს და ამას თქვენ კარგად გაიგებთ. ეს ინფორმაცია, არ ვიცი რა თემას შეეხება, მაგრამ შვიდიანი ხმალი ამოვიდა, ნახეთ. ეს არის ტყუილი, როგორ მიიპარება პიროვნება იმ ინფორმაციაში, იმის ისტორია, ის არ ვიცი, ამბავი თუ რაც მოისმინეთ ერთი სიტყვით, არის ტყუილი და მოგონილი, რომელიც მალე გამოაშკარავდება, ან უკვე გამოაშკარავდა, ჩემო კარგებო. ასეთი იყო პირველი ვარიანტი, ეს მოკლე ექსპრეს გაშლა, მე დაგემშვიდობებით პირველ ვარიანტს და მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტზე გადავდივარ. ვნახოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული, ან ის რაც მოისმინეთ ინფორმაცია, ვინმე რაიმე გითხრათ და არ იცით ეს ტყუილია თუ მართალი, ხო? გავიგოთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს. თუ ეს არის ტყუილი, რაც გაიგეთ, რაც მოისმინეთ, რაც ნახეთ. იქნებ ეს არის დადგმული სპექტაკლი, ხო? ვნახოთ 1, 2 და მესამე არკანი. ვნახოთ ცხრიანი თასი, სამყაროს არკანი და პაჟი ხმლის. მეორე ვარიანტს მინდა გითხრათ, რომ ის ინფორმაცია, რაც თქვენ ჩაიფიქრეთ, რაც მიიღეთ, რაც გაიგონეთ, არის სიმართლე, ჩემო კარგებო. ისე რომ სულ ეს იყო, ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ, რა ინფორმაცია ჩაიფიქრეთ და თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად სიმართლე გვაჩვენა კარტმა. ეს ერთგვარი რაღაც პატარა ექსპერიმენტივით მიიღეთ ეს გაშლა, ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ, გთხოვთ. მადლობელი დაგრჩებით და ნახვამდის. სულ ეს იყო.